ქუთაისში, ბათუმში, ქუთაისში, მე აუცილებლად ჩავალ ჭიათურაში, ჩემ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რადგანაც იქ მიმდინარეობს აქციები. მე მგონი ის ხალხი გონს მოვიდა, რომ დამდგარიდნენ თავიანთი შვილების გვერდით, რადგანაც ისინი ითხოვდნენ ხელფასებს და არ ქონდათ უკმაყოფილება მთავრობასთან. მხოლოდ ებრძოდნენ კომპანიას, ვიდრე კომპანია იქ მამაჩემის იყოს და იმის არაა, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ აუცილებლად ჩავალ ჭიათურაში, აუცილებლად დავარიგებთ იქაც გაზეთებს, აუცილებლად გამოვად სიტყვით და გავაგებინებთ იმ ხალხს, ვისი შვილებიც დაპატიმრებულები არიან, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად და ჩვენთან ერთად, ჩვენ შვილებთან ერთად განთავისუფლებიან იმათი შვილებიც. თუ არა და მე შევფირდი მათ, რომ ჩვენი შვილების ხარჯზე ისინი ვერ განთავისუფლებიან, თუ ისინი დაყოფილები არიან ხელისუფლების. ამიტომ ეს მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ამ გაზეთისთვის ყველას, ვინც შრომობს, იმიტომ რომ ძალიან შრომობენ ეს როგორები, ვინც ამ გაზეთის რედაქტორები არიან და მონაწილეები, ძალიან შრომობენ. ჩვენ ხვდებით ამას, ამიტომ უმრავლესი მადლობა და ალბათ კიდევ აპირებენ, რომ კიდევ გამოსცენ გაზეთი. კარგია, საინტერესოა, არ არის მარტო პატიმრის წერილები, ამ გაზეთებში არის დედის წერილებიც, მშობლების, ოჯახების, მამების, დედის, ძმების და ეს კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ხალხი ნახავს, როგორი შვილები გავზარდეთ ჩვენ. მოგვიწია ძალიან ბევრი ქება ჩვენი შვილებისა. მე არასოდეს მიქია ჩემი შვილი და 100 არიან ალბათ დანარჩენებიც. რომ არ აკეთებდნენ თავიანთ შვილებს, მაგრამ გავხადეს იძულებული და ალბათ ხელისუფლება ფიქრობს იმას, რომ იმ ბავშვებზე უფრო ძლიერი დედები, მამები, დები, ძმები დავტოვა გარეთ და ვპირდები მათ, რომ აუცილებლად ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ისინი ვერ გვაჯობებენ. აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება ერთიანი, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. და ერთი დიდი სუფრა გაიშლება რუსთაველზე ყველა დღევანდელი ხელისუფლების გარდა. ისინი აუცილებლად დატოვებენ ქვეყანას და სადაც უნდა იქცევდნენ თავიანთ რუსეთში, ძალიან რომელიც უყვარს ეს რუსეთი. ამიტომ არც ერთ ხელისუფლებას ომი საკუთარ ხალხთან არ მოუგია. ეხლა გაიგებენ ომის მნიშვნელობას, ისედაც ხედავთ, რომ დასწრეს ერთმანეთს და აი ასე ჩახოცავენ ერთმანეთს, დაიჭერენ ციხეებში და ჩვენი შვილები აუცილებლად განთავისუფლებიან და მათ ზედ მიყრებიან კიდე ის აფერისტი, მატყუარა, სრულ მოწმეები, რომლებსაც ვიმახსოვრებ, სრულ პროკურორები, სრულ მოსამართლეები, რომლებმაც გაიმეტეს 21 წლის ბიჭები და ჩასვეს ციხეში. და კიდევ ველოდებით ჩვენ, ვიცით ძალიან კარგად რამდენი პატიმარი დარჩა წინ და აუცილებლად დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას მიუსჯიან სასჯელს, მაგრამ ეს არ გაგრძელდება დიდხანს. ამიტომ მე მივესალმებ ყველა პატიმარს, ქართველსაც და არაქართველსაც და ვიბრძოლებთ ჩვენ ყველა მათგანისათვის, რომელიც ამ ქართულმა მარიონეტმა, ოცნებამ და ჭორვილებმა ბირთხამ ციხეში გამოამწყვდია. მადლობა ყველაფერს. მადლობა გაფართოებისთვის და ყველას კიდევ ვინც ამ გაზეთის გამოცემაზე წვლილი შეიტანა, ეხლა მშობლები დაგირიგებენ ამ გაზეთებს, გაზეთი უფასოა, თუმცა ნებისმიერი სახის შემოწმება შეგიძლიათ გაიღოთ აი აქ ჩვენ პატარა სიმბოლურ ადგილზე. გამარჯობა, როგორც მოგესმინეთ, დღეს არის რუსთაველის გამზირის პარლამენტის პოლიტპატიმრების გაზეთის მეორე ნომრის პრეზენტაცია. ახლა პატიმრების ოჯახის წევრები ურიგებენ აქციის მონაწილეებს, გაზეთებს. მეტროებით და გამშრომლობით